ეს ჩვენი თავია და სადღაც იქ არის ტვინი. შემდეგ აქ არის ჰიპოფიზი და სადღაც აქ არის ეპოფიზის ჯირკვლები. გვეუბნებიან, რომ ეს ეპოფიზი თვალის მსგავსად არის ჩამოყალიბებული, ატროფიული თვალის მსგავსად, მაგრამ თუ ის ნამდვილად ელექტრიზებული თვალი იყო, მაშინ რატომ უნდა დამალულიყო იგი ტვინის ქვეშ, თუ მას სინათლის დანახვა უნდა შეეძლოს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თვალი ძალიან გრძნობიარეა სინათლის მიმართ, რადგან როდესაც სინათლე მას ხვდება, მასში პირდაპირ ვერ აღწევს. რატომღაც ის იღებს ინფორმაციას სინათლის შესახებ, შემდეგ კი გამოიმუშავებს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებებს ჩვენს ორგანიზმში. ხოლო როდესაც სინათლე არ არის, ის სხვა ნივთიერებებს გამოიმუშავებს. ამიტომ როგორც კი სინათლე ქრება, ის იწყებს ისეთი ნივთიერებების გამომუშავებას, როგორიცაა მაგალითად მელატონინი და გაძინებთ. მაგრამ თუ ეს იყო მთავარი მიზეზი, მაშინ ლოგიკური ადგილი სადღაც იქ იქნებოდა. თუ ეს არის ორგანო, რომელიც აღიქვამს სინათლეს, ლოგიკური ადგილი იქნებოდა სადმე, სადაც მას შეუძლია მიიღოს სინათლე. ან რატომ დაგვჭირდებოდა ის თავიდანვე, რადგან თვალებს შეუძლიათ ამის გაკეთება ჩვენთვის. გულისხმობ, რომ თვალებს შეუძლიათ იგრძნონ სინათლე და გაუგზავნონ ინფორმაცია ტვინს. რატომ უნდა გქონდეს ისეთი რამ, რაც ჰგავს თვალს, რომელიც იღებს ინფორმაციას გარედან, მაგრამ ამავდროულად მიმართულია ტვინის ქვეშ. ეს ასე უნდა იყოს, როდესაც ვსაუბრობთ მის სინათლესთან ურთიერთობაზე. ახლა ვსაუბრობთ სინათლეზე, რომელიც შეიქმნება ჩვენს სისტემაში. ჩვენ ვქმნით ჩვენს სინათლეს, ამიტომ ის მგრძნობიარეა. შეიძლება მგრძნობიარე იყოს იქ რაღაცის მიმართ, მაგრამ ის ასევე დაკავშირებულია რაღაც შინაგან სინათლესთან. იცით ამ ეტაპზე, როდესაც თქვენი ყური ასეა განლაგებული. ჩინურ მედიცინაში თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ასე განლაგებული ყური ამობრუნებულ ნაყოფს ჰგავს. თვალები აქ, ხელები აქ, ფეხები აქ და ასე. მკურნალობისას წერტილები აქ ასახავს თქვენი სხეულის ყველა ორგანოს, ამიტომ თქვენი მთელი სხეული ყურში ასეა წარმოდგენილი. ძველად არაფერი არსებობდა, რასაც სამკაულს ეძახდნენ, აქ ატარებ სამკაულს, იქ ატარებ, არა. იმ დროს, როდესაც კარი ღია იყო, თქვენ იყენებდით თქვენ სხეულზე არსებულ ნივთებს ბუნების ძალებთან გარკვეული ურთიერთქმედებისთვის. ასე რომ ჩინურ აკუპუნქტურაში ამ წერტილს შინაგანი სინათლის წერტილი ეწოდება და თუ აქ რამდენიმე კრისტალს ან ბრილიანტს მოათავსებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ააქტიურებთ, შედიხართ რეზონანსში თქვენს შინაგან სინათლესთან. შესაბამისად, თქვენი შინაგანი ხედვა აქტიურდება. როდესაც მათ ტაძრებში ჰყავდათ ახალგაზრდა ქურუმი ქალები, მათი შინაგანი ხედვის გააქტიურების ერთ-ერთი გზა იყო ნებისმიერი სახის ბროლის ან ალმასის აქ ჩასმა, იმის და მიხედვით თუ რა გინდოდათ. დღეს ხედავთ, რომ ხალხი ყველგან იხვრეთს. ეს ძალიან საშიშია. თქვენ შეგიძლიათ მთლიანად შეაფერხოთ თქვენი ფიზიკური ორგანოების ფუნქციონირება ამა თუ იმ წერტილში გახვრეტით. მათ არიციან, რომ სხეულის ყველა წერტილი დაკავშირებულია კონკრეტულ ორგანოსთან. თქვენ არიცით, რასთან არის დაკავშირებული ის წერტილი, რომელსაც იხვრეთ. რასთან არის დაკავშირებული ის, რას იხვრეთთ სინამდვილეში. და რომელი თონს ათავსებთ იქ. შეიძლება იყოს კარგი რაღაც ერთ ადგილას და მეორე ადგილას არა. ყველაფერი ეს ძალიან საშიშია. ნახეთ, რომ არსებობს მტკიცებულება. ძველი ეგვიპტელები იკეთებდნენ რაღაცას და რაღაცეებს, შუმერებიც აკეთებდნენ ამას. გვაქვს ასევე ტატუების მტკიცებულება უძველეს დროში და ასე შემდეგ. მაგრამ მათ აირჩიეს სწორი სიმბოლოები, სწორი ფორმები, სწორ ადგილებში და თქვეს, რომ ეს უბრალო თამაში არ იყო. თუ ეს შინაგანი ხედვაა, რატომ აქ, რატომ უნდა იყოს ის დაკავშირებული ამასთან და აქაურ რაღაცასთან? ხერხემალი აქ ქვემოთ მიდის, მაგრამ რატომ აქ? არის ის, რომ იქ რაღაცას უყურებს. გული არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტი ცეცხლი გვაქვს სხეულში. ამიტომ ის არის ცეცხლოვანი ელემენტების ცენტრი და ცეცხლი წარმოქმნის სინათლეს. შესაბამისად, გულის სინათლის მისტიკური კავშირია, რომელიც აღიქმება ეპიფიზის განათებით. შემდეგი, რა აღიქმება აქ ვიზუალური ცენტრით? ანუ ეს სინათლე რეზონანსია ამ ცენტრთან. თქვენი შინაგანი სინათლე აქ არის და ის ჰარმონიულ,
უფრო მაღალ ჰარმონიებზეა იმ რეალურ სინათლეებთან შედარებით, რომელსაც თქვენ აღიქვამთ ფერებში. ამიტომაც ნებისმიერ მისტიკურ გამოცდილებაში სინათლის ეფექტებს გულისხმობ, თუ აკეთებთ რაიმე სახის მედიტაციას ან ლოცვას, ან რაღაც სხვას, ზოგჯერ ხედავთ, რომ თქვენს ხედვაში ოდნავ მეტი სინათლეა. ანუ არის ხაზი ცენტრებს შორის აქ, ეპიფიზსა და ტვინს შორის. ახლა შეხედეთ ამას ასე. იმისათვის, რომ თქვენი რეალობა აღიქვათ, თქვენ უნდა გქონდეთ მომუშავე გრძნობები. ეს ნიშნავს, რომ თქვენმა სხეულმა უნდა იფუნქციონიროს, სანამ რეალობის აღქმა შეძლებთ. მას რა მართავს თქვენს სხეულს? ეს თქვენს მიერ აღქმული რეალობის ფარგლებშია, თუ გარედან. გულისხმობ თქვენი გულის ცემას, თქვენს ფილტვებს. თქვენი სხეულის ყველა რიტმს, სიცოცხლის მარეგულირებელი დატვირთვები, წესები, რომლებიც ცხოვრებას მართავს. რა მოდის თქვენი აღქმული რეალობიდან? თქვენ მოდიხართ მთლიანი რეალობიდან. მთელი სამყარო მუშაობს თქვენი მეშვეობით და შემდეგ თქვენ ცოცხლდებით და ქმნით თქვენს აღქმულ რეალობას. მაგრამ რაც სინამდვილეში მუშაობს, ყველა ეს რიტმი არის კომუნიკაციის მეთოდები. გახსოვდეთ, ჩვენ ვთქვით, მეთოდი რიტმი, ჩვენი კომუნიკაციებით, ჩვენ ვურთიერთობთ მთელ სამყაროსთან. თქვენი ცხოვრება სამყაროს სიცოცხლის მეშვეობითაა. რა არის კანონები, რომლებიც გაიძულებთ ისუნთქოთ? კარგად დაფიქრდით, საიდან მოდის ეს კანონები? ეს არქეტიპული კანონები აღქმული რეალობის მიღმა უნდა იყოს, რადგან ისინი პირველ რიგში იქ უნდა იყვნენ, რათა რეალობა აღვიქვათ. ახლა სინათლე, რომელსაც თქვენ წინ ხედავთ, მზის მიერ არის წარმოებული, თუ თქვენ მიერ? არა, მზე ენერგიას ასხივებს, ენერგია, რომელსაც თქვენი ტვინი იყენებს, მათ სინათლედ გარდაქმნის, ამიტომ თქვენ ქმნით სინათლეს. მაშასადამე თუ გსურთ, რომ თქვენი შინაგანი სინათლე ნახოთ, ის თქვენს წინაა. ხედავთ, ის თქვენს წინაა. აქ. ერთ რამეს გეტყვით. როდესაც თვალებს ხუჭავთ და ოცნებობთ, არ როდესაც ვიზუალიზაციას ახდენთ, თქვენს მიერ წარმოდგენილ სურათს აქვს ფერები და სინათლე. ეს ნიშნავს, რომ თქვენ საკუთარ სინათლეს ქმნით. ყველა გრძნობა ტვინში იქმნება. ამიტომ, თუ მხოლოდ 5%-ის აღქმა შეგიძლიათ მთლიანობის, როგორ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მთელ რეალობას გადმოსცემთ, აღიქვავთ? არანაირად. ამიტომაც უწოდებთ მას აღქმულ რეალობას. თუ მე ვქმნი ჩემს რეალობას, მე ვარ პროექტორივით. როდესაც მიდიხართ კინოში, უყურებთ ეკრანს და შემდეგ ჩემს წინ ეკრანზე ვხედავ ფილმს და მგონია, რომ ფილმი გარეთაა. ფილმი გარეთაა? არა, არსად არ არის ფილმი. ის პროექტორშია. გულისხმობ, სად არის ფილმი, რომელსაც ხედავთ? მისი როლი პროექტორშია. მაგრამ მგონია, რომ ის შენს წინ არის იქ, რადგან იქ არის პროეცირებული, ის რაც თავის სინათლეს ასხივებს. სხვა მაგალითი ავიღოთ, უფრო შორს წავიდეთ. შემდეგი ნაბიჯი არის. მას შემდეგ, რაც შექმენით რაიმე თქვენს ტვინში, თქვენ გჭირდებათ მისი პროექცია გარეგნულად, რადგან ეს რეალობაა. თუ ის არ არის დაპროექტებული, თქვენ არ განიცდით მას, როგორც თქვენს გარემოს, ასე რომ გრძნობები მხოლოდ ინფორმაციას არ ინახავენ. ეს ცალმხრივი ქუჩა არ არის. თქვენი ყველა გრძნობა ორივე მიმართულებით მუშაობს. შესაბამისად აქტიურია აღქმაში და აქტიურია პროექციაში. თქვენი რეალობა გარე პროექციაში გონიათ, რომ ის გარეთაა, მაგრამ თქვენ რეალურად პროეცირებთ. ეს გავს პროექტორს ფილმის დროს. თქვენ ფილმს გარეთ ტოვებთ, მაგრამ სინამდვილეში ფილმი პროექტორშია. სინათლე გარეთ გამოაქვს, ის გარეთაა პროეცირებული. ასე რომ პროექტორი თქვენი ტვინია, ფილმი მასშია და თქვენ მას გარეთ აპროექტებთ. პროექციის აქტი და სინათლის წარმოქმნის აქტი. და ეს ყველაფერი ენერგიას მოითხოვს. მაშასადამე, პროექტორი თუ მას დიდი ხნის განმავლობაში გააქტიურებთ, გაცხელდება. თქვენთანაც იგივე ხდება. გულისხმობ ამ რეალობის დანახვას, რადგან ეს მარცხენა ტვინის ოპერაციაა. თქვენი რეალობა ერთგვარად შექმნილია გრძნობების გააქტიურების გამოყენებით.
რაც ხდება ის არის, რომ ის ზედმეტად ცხელდება, თუ მას ძალიან ხშირად იყენებთ. ამიტომ უნდა დაიძინოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში და შემდეგ ცოტა ხანს უნდა დაისვენოთ. ამ რეალობის დიდხან შენარჩუნება არ შეგიძლიათ, რადგან გარკვეული რაოდენობის სტრესი გჭირდებათ მის მისაღებად. მაგრამ არსებობს მარტივი გზები, როდესაც ის ძალიან სტრესული ხდება, ესე იგი თქვენ ბევრს ოცნებობთ. ამიტომ აქტიურებთ ტვინის მეორე ნაწილს და იძინებთ. თუ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, თქვენ უბრალოდ ძალიან ბევრს ოცნებობთ. შემდეგ გრძნობ, რომ დასრულდა. ბევრ ადამიანთან ეს ავტომატურად ხდება. რაც უფრო მეტად კონცენტრირდებით სტრესზე, მით უფრო მეტად გაფრინდებიან ისინი. რეალობა, როგორც იცით, მარცხენა ტვინისთვისაა. მე რეალობას ვხედავ, უფრო მეტად კონცენტრირდები, უფრო მეტ სტრესს ვიწვევ. ახლა თუ მე ჩემს რეალობას ვქნი და მაქვს პროექტორი, მე ვქნი ჩემს რეალობას. ეს ნიშნავს, რომ მისი კონტროლი შემიძლია. შემიძლია პროექტორის წინ ხელი დავდო, რამდენიმე სურათი შევქმნა, რაღაცეები გავაკეთო. შემიძლია ვითამაშო ამ რეალობით, თუ მე მას ვაწარმოებ, მაგრამ ეს ასე არ მუშაობს. წარმოიდგინეთ 100 პროექტორი, რომელიც ფილმს ვქმნის, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, არც ერთი მათგანი არ გამოჩნდება იქ. მაშინაც კი, თუ მას მთლიანად დავხურავ, ფილმი მაინც მიმდინარეობს. ასე ხდება, თუ მაქვს ერთი ინსტრუმენტი, ერთი სიმით და სიმს დავარტყამ. შემიძლია შევაჩერო და ხმა გაქრება, მაგრამ თუ მაქვს მუსიკალური ინსტრუმენტი და სიმს დავარტყამ და შემდეგ შევაჩერებ, ხმა არ შეწყდება. რეზონანსი, რეალობა მყარი ხდება რეზონანსის მეშვეობით. რეზონანსი არის ინტერფერენციის ფორმა და მყარი ხდება რეზონანსის მეშვეობით. ჩვენ მისი ფორმირების ნაწილები ვართ, მაგრამ მის სრულ სურათს არ ვქმნით. ასე რომ საბოლოოდ ეს ხდება ჩვენი რეალობა. ეს არის ჩვენი აღქმული რეალობა.